ხოცება თამარ მეფეც წაბილწეს. ნახეთ ალბათ ბერმა დმანიში დადგეს რაღაც გაუგებრობა ძეგლი თამარ მეფის გამოსახულებით თითქოს. ეს თამარ მეფე რატომღაც კეთი ეგიდუნაშვილს გავს სახით. სხეულით ჭიპი აქვს გადმოგდებული, შიშველი ჭიპი აქვს და ტანსქვევით აცვია, ვიცი, მუსლიმური პანტალონები რაღაც ეგეთი. აი დაახლოებით ისეთი შაჰ-აბასის ჰარემში რო ცეკვავენ ქალები მუცლი და თეძოს აქეთ-იქით ქან. აი ესე გამოხატეს თამარ მეფე. ჭიპ მოღრილი და ნიფხავ ტოტებიანი. თამარ მეფე კეთი ეგიდუნაშვილის სახით. და რატომ შეურაცხყოფთ ხოცებო თამარ მეფეს? რას ერჩით? ბარემ გამოგეხატათ ისე, რა ვიცი, როგორც იმ ღვთისპირიდან გავარდნილ პრეზერვატივზე რო გამოხატა თამარ მეფე. მე რითი განსხვავდება თქვენ გონიათ დიდი განსხვავება არის? აი ასე, აქვია ჰარემის კახპასავით რო დააყენებ თამარ მეფეს შუადვანიში სამთავრობოთან გეგმით და გადაწყვეტილებით მათი ვის არის ხო? ხელისუფლებამ დადგა ის. ვინმე ობოლი მხატვრის მიერ და ხუროთმოძღვრის მიერ გაკეთებული კი არა, შეუკვეთეს ბიუჯეტის ფული გადაიხადეს და დადგეს. აი ეს არის საკოცეთი. როგორც ერეკლე მეფეს დაუდგეს რაღაცა ჩინგისხანის სახის გაუმეტყველებიანი ქანდაკება თბილისში რაღაც რომელიღაც გარეუბანში, ვითომ ერეკლე მეფეს დიდი პატივისცემელები იყვნენ. თან კიდევ იმ ერეკლე მეფეს ხმალი ქვევით აქვს ჩაგებული, ემან რუსები არ გავაღიზიანოთო. და ისიც კი არ იციან, რომ ეს ერეკლე მეფე რუსთა ერთმანეთდებლობის მეხოტბე კი არ იყო, საფლავში ჩავიდა როგორც გამწარებული მამალი ანტირუსი. ასეთი ანტირუსი მეფე საქართველოს არ ყოლია. კრწანისის ომში ღალატის შემდეგ ერეკლე მოაჭრევინა ზარაფხანას მონეტები, რომელსაც გამოსახული ჰქონდა თავდაწყობილი რუსული არწივი. ეს მონეტები ზარაფხანაში დღემდე ინახება, რო იცოდეთ ისე. აი ესეთი ძიზღი ჰქონდა ერეკლეს რუსებისადმი და ხო და ბოლოს საპატრიარქოსაც მიმართავ რა წმინდა თამარ მეფე რა შეურაცხეს სად გძინავთ რომელ ყურზე. შაჰ-აბასის ჰარემის მოცეკვავე ქალივით რო გამოსახეს თამარი წმინდა მეფე. თქვენ ხმას რატო არიღებთ? თუ ეს თქვენ არ გეხებათ? თუ საქართველოს ეკლესიის მიერ წმინდანად აღიარებული არ არის თამარ მეფე? რა ვიცი. როდემდე უნდა გეძინოთ? შიო